გამარჯობა, ჩვენ კახეთის საინფორმაციო ცენტრის სტუდიაში ვართ. ამ გადაცემას მე ჟურნალისტი გელამ თბილისშვილი უძღვები. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა ქართული ღვინო ევროკავშირის ბაზარზე. სტუდიაში მოვიწვიეთ ღვინის ექსპერტი დავით თამარაშვილი და ახალგაზრდა მეღვინე ქუჩა გოდერძიშვილი, რომელიც გოდერძიშვილების საგვარეულო ღვინის მარანს წარმოადგენს. ვიდრე სტუმრებთან დავიწყებთ საუბარს, ვნახოთ ჩვენი ჟურნალისტების მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომლის პერსონაჟებსაც საკუთარი ღვინის პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე სურთ. 27 წლის უჩა იაკობიძემ ღვინის წარმოება იმ იმედით გადაწყვიტა, რომ მალე პროდუქციის გაყიდვას არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ ევროპის ბაზარზე შეძლებს. დროთა განმავლობაში შესაძლებელია დიდი თანხების გარეშეც, ესე ვთქვათ, პატარა თანხებით ნელ-ნელა განავითარო ბიზნესი. შესაბამისად, მე უფრო მნიშვნელოვან გამოწვევად მიმაჩნია ის, რომ კარგად შევისწავლოთ ევროპული ბაზარი და ვიცოდეთ ზუსტად, როგორ შევიტანოთ, რა ფორმით ჩვენი პროდუქტი და რა სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ. უჩა ფიქრობს, რომ ევროპის ბაზარზე მოსახვედრად დღეს მის ღვინოს მეტი პერსპექტივა აქვს. 2014 წლის სექტემბრიდან ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ქართული ღვინისთვის საბაჟო ტარიფი გაუქმდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2015 წელს საქართველოსდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში 36,071,399 ბოთლი ღვინო გავიდა. ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორისაა პოლონეთი, ლიტვა, ესტონეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი და დანია. ევროკავშირის ბაზარმა პერსპექტივებთან ერთად ქართულ მეღვინეებს ვალდებულებებიც გაუზარდა. ღვინოს სურსათის უნებლობისა და ხარისხის ევროპულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. საყოველთაოდ ეს რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ ეგრეთ წოდებული ქვევრის გემო გაიპარა ღვინოში და ამაზე გარკვეული უკმაყოფილება იყო მომხმარებლის მხრიდან და მაგრამ შემდეგ ამ ხალხმა ისევ გამოასწორა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემა არ არსებობს. მეტად მოთხოვნადი ექსპორტირებული ღვინოების ხუთეულში შედის ნახევრად ტკბილი ქინძმარაული, წითელი მშრალი მუκუზანი, თეთრი მშრალი წინანდალი, წითელი ნახევრად ტკბილი ახაშენი და წითელი ნახევრად ტკბილი ხვანჭკარა. მათგან პირველი 4 კახეთშია რეგისტრირებული. აი ეს ღვინო მაგალითად რამდენიმე სახეობის ღვინოს აწარმოებს ზურაბ ბეროზაშვილიც, თუმცა მცირე წარმოების გამო ის ჯერ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გააქვს. ჩემი პროდუქცია უნდა იყიდებოდეს, შეიძლება არის ცოტა, მაგრამ საინტერესო, უნდა იყიდებოდეს პირდაპირ მყიდველზე, რომელიც არის ევროპელი მყიდველი, მაგრამ ამაში მე ხელს მიშლის ფინანსები, რომ ჭირდება შეფუთვა, ჭირდება ტრანსპორტირება, ჭირდება ძალიან ბევრი რამე, რომელსაც ჭირდება თანხები. რომელიც მე არ გამაჩნია. ზურაბ ბეროზაშვილის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას მომავალშიც გეკმავს. სხვა მეღვინეების მსგავსად ისიც ფიქრობს, რომ ევროპის ბაზარზე ქართული ღვინის დასამკვიდრებლად მეწარმეებს სახელმწიფოსგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. ბრუნდებით სტუდიაში ჩვენ ნახეთ სიუჟეტი. ბატონ დავით, პირველი კითხვა მაქვს თქვენთან, რომ განმარტოთ, რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას შეთანხმებას ღვინის ექსპორტისთვის. ანუ როგორ აისახება ეს ქართული ღვინის სექტორის განვითარებაზე. ევროპასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება ქართული მევენახეობა მეღვინეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისეთი გამოწვევა, რომელიც თუკი ჩვენ ამ გამოწვევას უპასუხებთ კარგად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ განვავითაროთ ჩვენი დარგი, უძველესი ქართული მევენახეობა და მეღვინეობა. ვიცით, რომ ეს ყოვლისმომცველი შეთანხმება, სავაჭრო შეთანხმება ქართულ პროდუქციას სთხოვს სტანდარტების დაცვას. და ეს სტანდარტები აისახება ზუსტად პროდუქციის ხარისხს. ანუ აი კონკრეტულად რა ძირითადი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ქართულმა ღვინომ იმისაც, რომ ევროკავშირის ბაზარზე მისი რაოდენობა გაიზარდოს. ეს არის პირველი ამ შეთანხმების ნაწილში პირველი ნაწილი არის პროდუქციის ხარისხი. ამას მოსდევს უკვე სამართლებრივი და ნორმატიული დოკუმენტების ჰარმონიზაცია ევროპის კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან და მერე მოსდევს უკვე კვალიფიკაცია, განათლება და ასეთ შემდეგ. ფართო ეს არის. თუმცა აქ დეტალურად არ არის, არის ზოგადი მითითება თვითონ სავაჭრო შეთანხმებაში, მაგრამ თქვენ თუ ჩახედავთ ევროპის კანონმდებლობას მევენახეობისა და მეღვინეობის რეგულაციებს, აი აქ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ქვეყანაში არსებულ დარგში არსებულ სახელმწიფო მართვის სისტემას, თვითონ კერძო სექტორში არსებულ
რა სისტემა, როგორ არის, რამდენად არის დაცული ღვინის ხარისხი, როგორ არის რამდენად არის დაცული ღვინის ხარისხი ფალსიფიკაციისგან? ანუ ძირითადი მოთხოვნა ევროკავშირის ბაზარზე არის ხარისხი? არა მხოლოდ ღვინის ფალსიფიკაცია. აი დამეთანხმება გუჯას და თქვენს კარგად იცით რომ ჩვენ ქართულ ბაზარზევე ვაწყდებით არა მხოლოდ ფალსიფიცირებულ ღვინოს, არამედ დაავადებული ღვინოები წხვდება ქსელში. რას გულისხმობთ რომ განმარტოთ? აი და ღვინის დაავადებებიდან ჩვენ ვიცით რომ არის ეგრეთ წოდებული თავის გემონაკრავი, არის დაძმარება, ანუ ქროლას ვეძახით. არის დაჟანგული ღვინოები, არაფერს ვამბობთ არატიპიური სიძველის ტონებზე და ქვევში აი ბოლო პერიოდში წამე ობის გემოები აქვს ღვინოებს. ეს ყველაფერი ჯამში იკრიბება და ჩვენი ღვინის პრესტიჟზე და იმისზე ძალიან ცუდად აისახება. ქვეყნის შიგნითვია გვაქვს ჩვენ ეს პრობლემა და როდესაც ჩვენ ყოვლისმომცველი და სავაჭრო შეთანხმება ვალდებულებს დავიცვა სტანდარტები, სწორედ ქვეყნის შიგნითვე უნდა იყოს ეს სტანდარტები დაცული, ამას უნდა ამ ხარისხის კონტროლს უნდა უზრუნველყოფდეს ერთი მხრივ თვითონ სახელმწიფო ინსტიტუტები, მეორე მხრივ არასამთავრობო სექტორი და პროფესიული გაერთიანებები, რომლებიც მე ღვინეთა გაერთიანებებს გულისხმობთ ხომ ალბათ? ღვინის კლუბებს და ასე შემდეგ. კლუბებს, კოოპერატივებს, საზოგადოებებს, რომლებიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად თვითონვე აწესებენ მკაცრ რეგულაციებს თავისი ღვინის ხარისხის დასაცავად და აი სწორედ ამ ნიშნით, თავიანთი სავაჭრო ნიშნით, თავიანთი ასეთი მიდგომებით გადიან მომხმარებლის წინაშე და ჩვენ გვაქვს ფაქტიურად დამოუკიდებელი თვითორგანიზებული კონტროლის ჯგუფები, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას თავაზობენ მომხმარებელს და აი ეს ტენდენცია, რომელიც ევროპაშიც და მსოფლიოშიც ძალიან უკვე ბოლო პერიოდში მზარდი ტენდენციით ხასიათდება, აი ეს ტენდენციაც უკვე საქართველოში ფეხს იკიდებს და რაც კარგია. თუ კი დღეს ჩვენ რაც კარგია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როდესაც კერძო სექტორი თვითონვე იცავს ღვინის ხარისხს და პროდუქციის ხარისხზე აქვს მაქსიმალური მოთხოვნა, ეს რა თქმა უნდა ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან კარგია. და ვიდრე გუჯასთან გადავალ, ერთით მინდა დავაკონკრეტოთ ინფორმაცია, რა პროგრამებს ახორციელებს სახელმწიფო, ანუ დაწესებულებები, ანუ სამთავრობო ორგანიზაციები, რომ ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობა მოხდეს. ანუ არის ეს საკმარისი თუ კიდევ არის რამე დამატებით გასაკეთებელი, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი? ესე იგი, მოდი ვთქვათ, სახელმწიფო ამ წუთას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეობა მეღვინეობის დარგში ახორციელებს ყველაზე რთულ და მასშტაბურ პროექტებს, ეს არის დარგის სუბსიდირება. ეს სწორია? დარგის სუბსიდირებას რას ვეცნობთ? თველის სუბსიდირებას, რომელიც პირადად ჩემი აზრით ეს არის ძალიან უყაირათოდ ფულის ხარჯვა. მე ამას არ ვეთანხმები. მევენახეები არიან ორიენტირებული იმაზე, რომ მომზად მოიყვანონ მეტი მოსავალი ყურძენი და ის ჩააბარონ ერთლარად სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით, ვიდრე ის რომ თუნდაც ცოტა მოიყვანონ და მაღალი ხარისხის და უკეთ ეფექტურ ფასში გაყიდონ. დამწიფებასაც არ ასლიან, უბრალოდ ხდება ყურძნის დაბერვა და არ აგროვებს ის ყურძენი შაქრიანობა საკმარის რაოდენობით და აბარებენ ასეთ ყურძენს და შემდეგ ღვინოები გამოდის მომჟავო უმეტესობა აგერ გურჯაანის მუზანის ზონაში რაც ღვინოებია არის მომჟავო არომატის რომელიც არ უნდა იყოს სწორი და უნდა იყოს დასტაბილურებული ანუ არ უნდა მქონდეს ის ვეგეტატიური ტონები ღვინოს რომელიც დღეს მუზანში ხდება ხშირად. მთელი სუბსიდირება არის პოლიტიკური აქტი. ამას არც ერთი სხვა ამას პროფესიული გადაწყვეტილება არ უდევს საფუძვლად. ეს მოდის მე-9 წელია უკვე. დაიწყო წინა ხელისუფლებიდან და აგრძელებს მოქმედი ხელისუფლებას და ეს არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამის იქით სხვა არგუმენტი არ არსებობს. მაგრამ არის ძალიან პატარა და ნათელი წერტილი კოოპერატიული მოძრაობის დაფინანსების. კოოპერატივების დაფუძნება და განვითარება ამას. მაგრამ მეორე მხარე არის კიდე ის, რომ ამ დარგში არის აუცილებელი ღვინის და ყურძნის ხარისხის კონტროლის ეფექტური მექანიზმი. ჩვენ ღვინის ხარისხი ლაბორატორიაში კი არ უნდა შევამოწმოთ მხოლოდ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ვენახიდან, უნდა დავიწყოთ მევენახიდან და ასე გამოვყვეთ ბოლომდე. იმიტომ რომ
აი რასაც გუჯა ამბობდა ეხლა ღვინის ხარისხზე გავლენას ახდენს ვაზის ასაკი, ყურძნის მოვლის წესი, ადგილმდებარეობა, მევენახის ცოდნა, კლიმატურ პირობებზე და ნიადაგზე აღარაფერს აღარ ვიტყვის ყველა მოწი. გუჯა ბაკურცხეში აწარმოებს ბიოღვინოს, როგორც ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს სერტიფიკატი, ამდენ დავუძახებთ ბიოღვინოს. თუმცა აი ამ სტანდარტის დაცვით ვცდილობთ საერთაშორისო პროდუქციის მიღებას. რატომ ამ მიმართულებით დაიწყეთ პირველივე ნაბიჯების გადადგმა? ეს იმიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში ბურთ ბატონმა დავითმა აღნიშნა ღვინის ხარისხზე ისახება ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში მე ვენახიდან იწყება ღვინის დაყენება და არა მარანში. პირველ რიგში დავიწყეთ ვენახის გაჯანსაღება. აუგზავნეთ ყველანაირი ჰერბიციდები და სისტემური საშუალებები. შემდეგი ეტაპი იყო უკვე ქვევრების რესტავრაცია მარანში და იმ ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენება, რომელიც 8000 წელზე მეტია თითქმის არ შეცვლილა. და მსოფლიოში აღიარებულია. კი ბატონო და ერთადერთი ქვევრის ღვინო უკვე. რეალურად ევროპელ მომხმარებელს, რასაც შესთავაზებ, ახლა ვერ გავაუცებ ევროპას, რომელსაც გასიჯული აქვს ფრანგული, იტალიური, ესპანური, გერმანული ღვინოები, რაღაც ჩვეულებრივი სტანდარტული ქართული ღვინით. ნუ შეიძლება მოიწონოს, მაგრამ გავუცებთ ვერ. ის მას აინტერესებს ის ტრადიცია, ის მეთოდი, რომელიც სადაც წარმოიშვა ღვინო, სადაც განვითარდა ღვინო და ეს მეთოდია, რომლითაც შეიძლება დავაინტერესოთ ევროპელი მომხმარებელი. ქვევრის ღვინოს უსვამთ ხაზს. რა თქმა უნდა. უბრალოდ ერთი რამ მინდა კითხოთ, ბევრი მევენახესთვის ალბათ, დიდი ალბათობით არ არის საკმარისი ინფორმაცია მიწოდებული, მათ შორის მედია საშუალებების მხრიდან, რით განსხვავდება ბიოღვინო ჩვეულებრივი ღვინისგან. დამრწმუნებით ალბათ ბატონ დავით, რომ საკმარისი ინფორმაცია მევენახეებს არ აქვთ. თქვენ რადგან აი ამ მიმართულებით ეწევით განვითარებას, იქნებ განმარტოთ რა განსხვავებები, რა ძირითადი განსხვავებებია ჩვეულებრივი ტრადიციული წესით მოყვანილ ღვინოსა და ბიოღვინოს შორის. ტრადიციული წესით ქართული რასაც უმრავლესობა მევენახეების უმრავლესობა რასაც წარმოებს მე ასე ვთქვათ. კი, ტრადიციული წესით ქართველები საერთოდ არ ხმარობდნენ არავითარ ქიმიკატებს და არაფერს და არც ღვინის დაყენებისაც არ ჭირდებოდა არც საფუარი და არაფერი, ხო? ანუ ეს განსხვავება არის ყველაზე მინიმალური ჩარევა, რაც შეიძლება ადამიანმა გაახორციელოს ღვინის მოყვანის, ყურძნის მოყვანისას და ღვინის დაწურვისას. ანუ მინიმალურად ხდება შეწამლა, მხოლოდ გარკვეული პრეპარატი გოგირდი იქნება თუ შაბი ძალიან დაბალ კონცენტრაციით, რომ ყურძენი არ გაფუჭდეს. ასევე არ ხდება საფუარის გამოყენება, არ ხდება ფილტრაცია ღვინს. ღვინო ღვთისწყალობით ქვევრი გვაქვს და ქვევში იფილტრება იდეალურად. ხდება ქვევში ღვინის გაწებროვნება ბუნებრივად, რასაც ქარხანაში ხელით აკეთებენ და სხვადასხვა მექანიზმებით და ამოდის იქიდან სუფთა გემოც აბსოლუტურად განსხვავებული, რა თქმა უნდა. მინდა კითხოთ და სასარგებლოც არის. რა თქმა უნდა, ცხადია, რა უპირატესობით სარგებლობთ, როდესაც ბიოღვინის წარმოებული ბიოღვინის რეალიზებას ეხება უკვე საქმე. შეიძლება ადამიანს მევენახეს კონდეს 8 ტონა ღვინო და ამ დროს თქვენ გქონდათ 1 ტონა ღვინო, მაგრამ გაცილებით უპირატეს მდგომარეობაში იყოთ თქვენ. დიდი ალბათობით ეს ასეც უნდა იყოს. პირველ რიგში, როგორც ბატონმა დავითმა აღნიშნა, მოსავლიანობა მცირდება, მაგრამ ხარისხი იზრდება. ანუ როდესაც არ ხმარობ იმ სისტემურ საწამლებს და ჰერბიციდებს, ყურძნის ვენახის ვერ ისხავს ისეთი რაოდენობით, როგორც უნდა ისხავდეს, ვთქვათ, ისეთი ქიმიური საშუალებების გამოყენების დროს, მაგრამ სამაგიეროდ ხარისხი მიიღწევა. არ იგრძნობა ეს უხეში ტონები გოგირდის და ასე შემდეგ ღვინოში და რა ვიცი, ღვინოც თვითონ დაგემოვნების შემდეგ მიხვდებით, რომ არის განსხვავება. პლუს ამას ემატება ის, რომ ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. და გუჯა რამდენი წელია რაც ამ ნატურალურ პროდუქტს აწარმოებთ და გაგაქვთ თუ არა ეს რეალიზაციოთ რომელიმე ბაზარზე, რომელიმე ქვეყანაში? დავიწყეთ 2014 წელს, იყო ღვინის ფესტივალი, შემდეგ იყო მაღაზიებში ხელით ვატარებდით ამ ღვინოს, აქეთ ვასინჯებდით, ვთხოვდით რომ შეგვეტანათ, ზოგს თვითონ ვთხოვდნენ რომ ზოგი გვეუბნებოდა რომ აი ქაწითელია ძმაო და ძალიან ბევრი გვაქვს თაროზე, აგერ შეხედე ვერ ვყიდით და მაინც ვერ გავყიდით რა თქინდა და ზოგი პირიქით უარზე იყო, შემდეგ გასინჯავდა და შემდეგ იმას შეგვეუბნება რომ 2-3 ყუთი მოგვიტანეთ.
ევროპის ბაზარზე დღეს წელს გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, გვინდა დიდ ბრიტანეთში გავიტანოთ. ორ კვირაში დაახლოებით იგეგმება პირველი პარტიის გაგზავნა, ეს იქნება სასწრაფო პარტია, რა თქმა უნდა. და როგორ მოახერხეთ ეს შუამავალი დისტრიბუტორი კომპანიის მეშვეობით თუ თქვენ დამოუკიდებად თუ აი რანაირად როგორ შეძენით ეს გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ? დაგვიკავშირდნენ ერთ-ერთი იქაური წარმომადგენელი ქართველია სხვადასხვა და გთხოვა რომ გაგვეგზავნა მათთვის ღვინო და გავეფორმებინა შესაბამისი ხელშეკრულება და მოგვეწოდებინა რაღაც ნაწილი ღვინოს ყოველ პერიოდის განმავლობაში პერიოდულად. ბატონ დავით მინდა ვკითხო ახლა გუჯა არის კარგი მაგალითი იმისთვის რა პერსპექტივა აქვს ნატურალურ ქვევრის ღვინოს ევროკავშირის ბაზარზე. აი ამ ასოცირების შეთანხმების შემდეგ რა პოტენციალი გვაქვს უკეთესად კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია რომ მივეწოდოთ მევენახეებს, წარმოებლებს. აქ იყო გავიდა სიუჟეტი უჩაიაკოვიძეა და აგერ ბუჯაგვესტრება აქ მომავალი ქართული მეღვინეობა არის ამათი ასეთი მეღვინეების ჩვენ გელა დასაწყისში საუბრობდით რომ ეს ახალგაზრდა მეღვინეების და ასეთი ადამიანების შემოსვლა ამ დარგში ეს არის ყველაზე კარგი და საიმედო რომ დარგი გადარჩეს მაგრამ ის რომ ჩვენ ამ სიკეთეებთან ერთად, რასაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება გვაძლევს, არის ბევრი რისკი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ პროდუქტი უნდა იყოს ნატურალური. ამაზე ორი აზრი არ არის და ყველანი ამაში ვთანხმდებით. მეორე რაშიც უნდა შევთანხმდეთ, ეს არის ყველამ უნდა დავიცვათ ყურძნის ხარისხი. უნდა დავიცვათ გექტარზე ის მოსავლიანობის ის ნორმები, რომელიც არის ხარისხიანი ღვინის წარმოების წინაპირობა. მეორე არის ის, რომ ჩვენ ნაკლებად უნდა შევეხოთ ისეთ ცუდ სისტემურ პრეპარატებს, რომელიც აზიანებს ვენახში და ყურძენზე არსებულ მიკროფლორას. და ფაქტიურად ჩვენ გვჩება ძალიან ცუდი ნედლეული იმისთვის, რომ მივიღოთ ღვინო. ცოდნაზე შევთანხმდეთ. ცოდნა არის უპირველესი. თუ ჩვენ გვაქვს ცოდნა აი ეს ცოდნა ჩვენ გზას გაგვიკვალავს ევროპის ბაზარზეც, ჩინეთის ბაზარზეც, იაპონიასაც და ყველა. არის თუ არა ეს სერიოზული პრობლემა, ეს ცოდნის არარსებობა. როგორც წეგან აუშვი ძალიან ბევრი მევენახე და მწარმოებელი უბრალოდ ვერ ასხობს რა განსხვავება. ან ქვევრში ღვინის დაყენება არ ნიშნავს რომ ის ქვევრის ღვინოა. მადმივდივარ ზუსტად გელა რომ ესე იგი ჩვენ მევენახეს და მეღვინეს არ აქვს ის ინფორმაცია, რაზეც წეგან საუბრობდი, რომელიც ჩვენ გაგვაკეთებინებს სწორ ორიენტაციას და თუ ეს გადაცემა ამ თვალსაზრისით ითამაშებს ასეთ როლს, ეს ამაზე პირიქით მადლობა თქვენ. გარდა საინფორმაციო საშუალებებისა, მე ვფიქრობ ამაში პროფესიული გაერთიანებებიც ეს მეღვინეთა კლუბები და ასევე სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ჩართულობა უნდა მოხდეს. სახელმწიფომ უნდა წაახალისხოს ესეთი პროცესები და უნდა მისცეს ასეთ კლუბებს და საზოგადოებებს ასეთი ინფორმაციის გაცვლის და გავრცელების საშუალება. სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს თვითონ რაღაცეების წარმოებას, თვითონ აიღოს თავზე რაღაც ისეთი რაც მისთვის არ შეიძლება. ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში ხარისხი. მაგრამ აი ხარისხი რომ დაიცვა, ამისთვის არის ორი რამე. ერთი არის მეწარმისნება, მეორე არის სახელმწიფოს მართვის ეფექტური მოდელი. თუმცა ამ მიმართულებით დიდ როლს თამაშობს ბაზარი, სად არის ყველაზე დიდი ექსპორტი დაფიქსირებული, ანუ ღვინო სად გადის ყველაზე დიდი რაოდენობით. თქვენთან ერთად მინდა ვნახოთ სტატისტიკური მონაცემები. ღვინის ექსპორტის პირველ ადგილზე ხო არის რუსეთი 18 მილიონი ბოთლით. მეორე ადგილზე მოდის ისევ ყაზახეთი 5.195.000 ბოთლით. მესამე ადგილზე მოდის უკრაინა 3.412.453 ბოთლით. პირველი ხუთეული გვაქვს. მეოთხე ადგილზეა უკვე ჩინეთი 2.672.154 ბოთლით და მზარდია ყოველწლიურად და უკვე მეხუთე ადგილზე შემოვიდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა 1.600.000 ბოთლით პოლონეთი. ეს არის ექსპორტის პირველი ხუთეული მსოფლიოში. აი მინდა სწორედ ჩაგეკითხოთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი არის მზარდი, მაგრამ მზარდია პოლონეთის ხარჯზე. პოლონეთის ხარჯზე და მერე უკვე ათეულში მოდის ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც. გერმანია კი ბატონო. სკანდინავიის ქვეყნები. მაგრამ პირველ ადგილზე დომინირებს ისევ რუსეთი, შემდეგ ყაზახეთი. ბაზარი ჩვენ რაზეც გვაქვს, იმ ბაზრებს ვაკმაყოფილეთ. მაგრამ თუ კი ჩვენ მიუდგებით იმ სტანდარტებით, რაც ხარისხისადმი არის წაყენებული,
მაშინ უკვე ჩვენი ბაზრების დივერსიფიკაცია მოხდება. პრიორიტეტები სხვა მიმართულებით წავა და უკვე თქვენ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ რუსეთი და ყაზახეთი უკვე ავსტრალიურ და სამხრეთ აფრიკულ ღვინოებს ვეღარ უწევს კონკურენციას ჩვენი ღვინო. ხვალ შეიძლება შემცირდეს მნიშვნელოვნად ისე ამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ექსპორტი. რის გამო? ხარისხი არ აქვს. აი ამაშია პრობლემა. და წარმოებებს რომელსაც ხარისხი აქვს, ის ცდილობს გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე. კი ბატონო. მაღალი ხარისხი, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო და არიან დღეს თუ ქართულ ღვინოს სახე შეუნარჩუნა ვინმე, ეს არის კერძო სექტორი. ღვინის ბიზნესმა შეუნარჩუნა თვითონ სახე. მაგრამ ამ ღვინის ბიზნესშიც არიან ადამიანები და კომპანიები, რომლებიც ორიენტირებული არიან ისეთ ბაზრებზე, რომლებიც არითხოვენ ხარისხს. მოდი ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტებმა მომზადეს, გადაღებულია თელავის რაიონის სოფელ ართანაში, სადაც მეღვინე კახა ბერიშვილმა როგორ მოახერხა, რომ მოიყვანოს ნატურალური პროდუქტი და შემდეგ მის გაეტანა ევროკავშირის ბაზარზე. კარგი ღვინის წარმოება იწყება ვაზიდან, ყურძნიდან. და ყურძენი იწყება გასხვლიდან. ამ მთელი ფილოსოფია ნატურალური მევენახეობის არის, რომ ყურძენი მიიღო კარგი. უნდა იყოს ნატურალური ყურძენი, უნდა ეცადო ხარისხი ყურძნის იყოს მაღალი და ღვინოში არ ჩაერიო, რაც არის, არც შაქარი კი არა და არაფრის შეტანაზე არ შეიძლება აპარაკი, რაც არის, ეს არის ეს ღვინო. რეალიზაცია როგორ ხდება, იცით, არის გამოფენები, აქაც არის ფესტივალები თბილისში, უცხოეთშიც არის და ამ ღვინო და იქ მოდის ყიდველი, ან რესტორნის მფლობელი, ან ვინც რესტორნებს აწოდებს, ან მაღაზიებს ესეც რა, ნატურალური ღვინის და აქაც ჩამოდიან, ვენახში ჩედიან, ნახულობენ ნამდვილად ნატურალური არ არის ნატურალური. მერეც აფასებენ და უკვე გიკვეთავენ თუ მოეწონათ რა თქმა უნდა. თბილისში წვიდი და საზღვარგარეთ. პირველად გერმანიაში გავიტანე, იტალიაში, ინგლისში, იაპონიაში. ჩემი ფასი არის 30 ლარი ბოთლი. მუდმივი მიმწოდებელი ხართ ამ კონკრეტული დამკვეთებისთვის? მუდმივი ვერა ვარ, იმიტომ რომ ცოტა მეოქს და წელს მაგალითად საერთოდ არ მიმიცია, იმიტომ რომ მაშინ თბილისში აღარ უნდა გაყიდულიყო. აქ არის 10 ტონის სტევადობის ქვევრები. მაგრამ რა თქმა უნდა, ამდენი ყურძენი არ მაქვს ჯერჯერობით. ნებისმიერი ნატურალური ღვინო, რაც მართლა ნატურალურია, კონკურენტუნარიანია და საერთოდ კონკურენციაც არ არსებობს, იმდენად ცოტა გვაქვს ყველას. ეს არის ის რაოდენობა, რაც მაქვს. ეხლა ღვინო. მეტი არა მაქვს. ეს აქედან რაღაც ბოთლები არის 11 წლის ღვინოები, 12 წლის, მაგრამ ეს ცოტა, 10-12 ბოთლი ალბათ თითო. ეს არის საფერავი, ეს არის კაცითელი, რაც შემიძლია გავყიდო. ყველაზე მეტი რაც მქონია ტონა ნახევარი ღვინო. ევროპის ბაზარი ახდენს გავლენას, რა თქმა უნდა. უპირატესობა ის არის, რომ ღვინის გემო კარგად იციან, ღვინის ყადრი კარგად იციან ევროპაში. თითქმის ყველგან. ჩვენთან ჯერჯერობით საქართველოში ეს ძალიან პატარა წრე არის, ვისაც მართლა ღვინო აინტერესებს რა და ეს ცოცხალი ბუნებითი ღვინო. გაგვიმარჯოს. ბრუნდებით სტუდიაში, ეხლა ჩვენ ნახეთ წარმატებული მეღვინის მაგალითი კახა ბერიშვილის, რომელიც აწარმოებს ნატურალურ პროდუქტს და შემდგომ თვითონ მოახერხა ევროკავშირის ბაზარზე და ბატონმა კახამ აღნიშნა თავის ინტერვიუს დროს, რომ ერთ ბოთლ ღვინოს ყიდის 30 ლარად. რამხელა მნიშვნელობა აქვს ნატურალური პროდუქტის წარმოებას. გუჯას მინდა კითხო, თქვენ სულ გვესმის ხოლმე, განსაკუთრებით რთველის დროს არის ეს საკითხი აქტუალი, რომ აი მეღვინეები ერთ ბოთლ ღვინოს ყიდიან 30 ლარად და ჩვენ გვიხდიან არ ემეტებათ ლარი 1 კილოგრამ ყურძენში. ანუ განსხვავება რომ არის, ეს უფრო კარგად რომ დავანახოთ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აი ესეთი წარმოდგენა აქვთ მეღვინეებს და ზოგადად ის ფაქტორი, რომ ესეთი დამოკიდებულება უკვე საბჭოთა კავშირის შემდეგ რომ ღვინო უნდა ჩაბარდეს ქარხანაში არის ძალიან ცუდი რა. იმიტომ რომ შენ როცა აწარმოებ შენი ხელით მოყვანეს, შენ ული როგორც გინდა, შენ ამწიფებ იმ დონემდე, სადამდე შენ ქსიამოვნებს და როგორც შენ თვლის საჭიროდ, ეს ღვინო არის უკვე სხვა ხარისხი.
ამ ღვინოს 30 ლარი და მეტიც უნდა მოითხოვო, პლუს ამას ემატება ინდივიდუალიზმი, ანუ არ შეიძლება თქვათ მე ერთი ვენახი მაქვს და გვერდზე აქვს ჩემს მეზობელს ვენახი. იმას შეიძლება სულ სხვანაირი ღვინო დააყენოს, მე შეიძლება სხვანაირი ღვინო. ეს გარემოება ქმნის ამ ფასდასხვაობას, ანუ როგორც სწორადული ვენახს აქედან იწყება ყველაფერი. პლუს ამას ემატება ეს მინდა და აღვნიშნო, რომ ესეთი კახაბერიშვილისნაირი მცირე მეღვინეები ძალიან კარგ პიარს უკეთებენ საქართველოს და ქართულ ღვინოს. აი მარკეტინგზე მინდა ვკითხოთ გუჯა, ჩვენ ვესაუბრეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობას, ბატონ დავითანაც მექნება მე ეს კითხვა და გითხრეს რომ მნიშვნელოვანი დროს და რესურსს მათ შორის საბიუჯეტო სახსრებს, რასაც უთმობენ, არის ის, რომ სოფლიოს სხვადასხვა მათ შორის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში დაგეგმილი გამოფენებში სთავაზობენ მონაწილეობა მიიღონ ქართველმა მწარმოებლებმა. თქვენ თუ გქონდათ ასეთი შემოთავაზება და მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა? საერთოდ როგორია თქვენი კომუნიკაცია ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ან სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან? თვითონ ღვინის სააგენტო ცდილობს მაქსიმალურად სახელი ქართული ღვინის სახელი გაიტანოს საქართველოს საზღვრების გარეთ. არის თვითონ პატარა მეღვინეებს, რომლებიც აი თქვა და ახლა ამ ბოლოს რამოდენიმე მცირე მარანი იყო საფრანგეთში ღვინის გამოფენებში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მოხდა თუ არ ვცდები ღვინის სააგენტოს დაფინანსებით. ასევე ქარხნებს და დიდ ღვინის მწარმოებელებს თვითონაც ახერხებენ. ეს მცირე მარნებს ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა დიდებადობით მე როგორც ეხა ორი წელი რაც დავიწყე ღვინის ჩამოსხმა და ჯერჯერობით არ მქონია მსგავსი შემოთავაზება, ზოგადად საზღვარგარეთაც ეხა ხანს ვიწყებთ უკვე ექსპორტს და მაგიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი გადაცემის შემდეგ სამინისტროდან შესაბამის შემოთავაზებას მიიღეთ და აუცილებლად გექნებოდა ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ერთი მხარეა, რომ ევროპის ბაზარი და სხვა ბაზრები და ეს გამოწვევაა ჩვენთვის და შესაძლებლობა რომ გავიტანოთ ევროპაში, მაგრამ ადგილობრივი ბაზარიც ასათვისებელი გვაქვს. ადგილზე თუ დავაწესებ ჩვენ მაღალ სტანდარტს და მკაცრ მოთხოვნებს კლასიფიკაცია უნდა შეიზღუდოს ყველაფერი. ნებისმიერ ქვეყანაში გავალთ ჩვენ უკვე დიდი წარმატებით. იმიტომ რომ ხარისხი დღეს არის ჩვენ ნომერ პირველი პრობლემა. ეს ამაზეც უნდა შევთანხმდეთ. აი ვახსენებ რა, ბევრ ტურისტ სადაც ხვდებიან ტურისტები დაწყებული მცხეთიდან, კახეთით დამთავრებული, მე მინახავს ღვინოები დაავადებული, დაჟანგული, რა ვიცი, კარგი ღვინის გარდა ყველაფერი შეიძლება უწოდო ამას. სამწუხაროდ და ეს იყიდება ეს ღვინო. ეს უნდა აიკრძალოს. არა კლასიფიცირება. ამას უნდა გძალავდეს, უნდა იყოს სახელმწიფოს ისეთი მექანიზმი ჩადებული, რომ ესეთი ღვინო ბაზარზე არ უნდა მოხდეს. აი შენ რომ ღვინოს აწარმოებ და მე გაგაქ იმაში, რა ქვია, ბაზარზე დებ ბოთს თუ ამაც ხოსაზიანებ. ამით შენ ქართულ ღვინოს აზიანებ, გუჯას აზიანებ, უჩას აზიანებ, კახას აზიანებ და ნებისმიერ ინდუსტრიულ მეღვინეობასაც აზიანებ, იმიტომ რომ ის უცხოელი, რომელიც ამას სინჯავს, გამოდის რომ დანარჩენ ქართულ მეღვინეობაზე წარმოდგენა ზუსტად იმ ადგილას ექნება და აი ეს ვიღაცამ უნდა დაიცვას. ამას საზოგადოებრივი ორგანიზაციები კი აკეთებენ, მაგრამ ეს რესურსი შეზღუდულია. ნუ სახელმწიფოს ჩართულობას ვერ გაუწევდებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აი სწორედ იგივე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უნდა რაღაც ისეთი მოდელი შეიმუშაოს და საერთოდ ეს სააგენტო მე ვფიქრობ, რომ რადიკალურ რეფორმას უნდა დაექვემდებაროს და მან უნდა შეასრულოს ისეთი მისია, რომელიც ერთი მხრივ საკანონმდებლო მიმართულებით დახვეწავს ბერამეს, ხარისხის კონტროლის ეფექტურ მექანიზმს ამუშავებს და თვითონ დარგის მართვის სახელმწიფო ეფექტურ მოდელს დანერგავს. იმიტომ რომ დღეს უკვე ბიზნესის წინაშე ღვინის ბიზნეს გულისხმობ სულ სხვა ტიპის გამოწვევებია. ამას იძლევა სავაჭრო შეთანხმებაც ასეთ გამოწვევას. არანაკლებ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთის ბაზარი, ანუ ჩინეთის ბაზარი, იაპონიის ბაზარი და აქ კიდე სხვა სტანდარტებია და ჩვენ ამ გამოწვევების წინაშე ვდგებით და ჩვენ მცირე რაოდენობა, ჩვენ არ ვართ ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა, ჩვენ უნდა ხარისხზე გავაკეთოთ ორიენტაცია. ჩვენ ვაწარმოოთ 2000 ბოთლი და 2000 ბოთლით მივიღოთ 60000 ლარი. და კახაბერიშვილის მაგალითი არის საუკეთესო ამის სტიმულირებისთვის. თუ კი ჩვენ დარგის სუბსიდირებას გავაკეთებთ, სწორედ ასეთ მეღვინეებზე წავიდეს სუბსიდირება. სახელმწიფო რას აკეთებს ამ? უკვე ფულს კი აღარ ყრის ესე, რომ მე წავალ და სუბსიდიას დავხარჯავ.
სახელმწიფო საგადასახადო ბაზას ადიდებს. მე რომ მომცეს პირობითად 100,000 ლარი ამ გრანტით და გუჯას მისცეს და უჩას მისცეს, ხო? ამან შექმნას და ააშენოს მარანი დანადგარები შეიძინოს, ის უკვე თავის კაპიტალს ზდის, ესე ზდის და სახელმწიფო საგადასახადო ბაზას იზრდილებს. შემოსავალი ხო უნდა გადაიხელფასი ხო უნდა გასცეს, შემოსავალი მიდის ხო ბიუჯეტში. ანუ ირიბად ეს ფული ყაირათიანად იხარჯება და არა დაუშვათ და ისევ სახელმწიფოს განვითარებას. ამით აი მე-9 წელია სტატისტიკა გვეუბნება რომ პრობლემა არ არის მოხსნილი. ყოველ წელს არის გამოსვლები მევენახეების, ხო? მე მგონი მივედით ჩვენ იქამდე რომ სტიმულირების გარდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ინფორმაცია, საკმარისი ინფორმაცია არ აქვს მევენახეებს. იგივეა ევროკავშირის ბაზართან დაკავშირებით, რა ტიპის პროდუქცია იქ მოთხოვნა, ეს პროდუქტი როგორ უნდა მოიყვანონ, რა არის ამისთვის საჭირო, რა მეთოდებს უნდა მიმართონ და ასე შემდეგ. და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება თუ რაღაცა ერთობლივად რაღაცა გეგმის შემუშავება მოხდება და ამის განხორციელება. იცით თქვენ რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს თავის სისტემაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. არის ღვინის ეროვნული სააგენტო, არის მარკეტინგული ჯგუფი. თვითონ სამინისტროსაც აქვს ეს მარკეტინგული ჯგუფი. საჭიროა ამათი შეკრება, საჭიროა საზოგადოებასთან და მეწარმეებთან და მედიასთან მათ შორის და საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომ აი ესეთი ინფორმაცია, რომელიც ღვინის ექსპორტისთვის და მარკეტინგული კუთხით იქნება საჭირო ჩვენი მეწარმეებისთვის, ეს ინფორმაცია და ეს არხები გაიხსნას ჩვენთვის. სტრატეგიულად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს. უჩამაც უნდა იცოდეს და გასვლითი ტრეინინგები იქნება თუ უნდა იცოდეს. მეც ვაწარმოებს სხვადასხვა ღვინოს, ბიოღვინოს არა ძალიან მინდა და აუცილებლად მოგვბაძავთ უახლოეს პერიოდში. ვიდეო გატაცება იცის და ჟურნალისტო განვითარდეს. არა მგონი. შევეცდები ერთობლად მოვხერ, ხო ვიდრე გადაცემას დავასრულებთ. ევროკავშირის ბაზრის უპირატესობები რო ჩამოთვალოთ რუსეთთან და პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნების ბაზართან მიმართებაში, აი გუჯა თქვენ რომ გვითხრათ. ნუ პირველ რიგში არის ღვინის ღირებულება, ანუ მაღალი ხარისხის ღვინო გადის უფრო ყოველთვის დაფასებულია და უფრო მაღალ ფასად ხდება ექსპორტი. ევროპელი მომხმარებელს აქვს ღვინის მოხმარების მაღალი კულტურა და ჩვენ ამას უნდა მოუფრთხილდეთ. ჩვენ ამ შეთანხმებით ზუსტად ასეთი მაღალი გემოვნების ადამიანებთან გვაქვს შეხება და ჩვენ ეს უნდა დავიცვათ. უნდა დავიცვათ ჩვენი პატიოსნებით, ჩვენი წესიერებით, ჩვენი კულტურით და ასევე იმ სამართლებრივი ნორმატიული აქტებით, რომელსაც ითხოვს ქართული ღვინო და რომელსაც ითხოვს საერთოდ საერთაშორისო სამართალი. იმედი მაქვს მოკლედ რომ დარგის სპეციალისტების და გამოცდილი უკვე წარმატებული მეღვინეების სწორ რჩევებს, რეკომენდაციებს წარმოებლები და მევენახეები გაიზიარებენ. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. გემშვიდობებით, მადლობა სტუმრებს სტუდიაში მობრძანებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემების ციკლს და მომდევნო ჩვენი გადაცემა დაეთმობა სოფლის მეურნეობის მიმართულებას მეცხოველეობის კუთხით. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.